მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია გაზეთ ალია ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა. როგორ ახალ? კარგად, მადლობა თავად. კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ, გოგი ხოშტარიასი, ნატრის თვალი რო ქონდესო, რა სინატრებდიო სამს? ალბათ უფრო ბანალური პასუხები მექნება, რასაც ყველა ინატრებდა. ამიტომ ესე გამორჩეული, რო გითხრათ, რომ რაღაც პირადი სურვილები მექნებოდა და პირადი ნატურები, ესეთ რამე არა. არა, გაქვს პირადი ნატურები? ეს ჩემთვის პირადია და იმიტომ. ანუ ვერ გვეთქვი რა სინატრები? არა, არ იქნება საინტერესო თქვენთვის. კი ბატონო. აი მაშინ რაღაც რედისონში სექსის ამბავი მინდა გავეხსენო და მართლა დაინახე თუ მოიგონე ეგ ამბავი? რატომ მეკითხება ყველა მაგას? მე არ ვიცი, ანუ დასანახი როგორ გითხრათ, ძალიან მარტივია მაგ ყველაფრის დანახვა. თავარია. არა, მართლა დაინახე თუ გამოიგონეთ თქო? რა თქმა უნდა, მართლა. რომელ სართულზე ხდებოდა? სკანდალს გეტყვით ახლა კიდე, ანუ მე გადავთვალე, მერე სართულები გამოდიოდა მე-15. ფოიე რო ჩავთვალოთ, გამოდის მე-16. და რა დაინახე? რაც მეწერა. ანუ სექსი. კარგად, დღე იყო? არა, დღე არ იყო, სადღაც 6-ის ნახევარი იქნება და საღამო. მელოდა. და ეს ყველაფერი, ანუ მე როგორ დავინახე, იქ ძალიან ცუდი კომენტარები წამოვიდა მერე და ანუ ადამიანები ვერ გაერკვნენ, ვერ პირდაპირ დაიწყეს რაღაცა ცოტა უაზრო რაღაცები. არა, კომენტარებს შევეშოთ, უბრალოდ ეგ ამბავი მაინტერესებს თვითონ, ანუ ესე კარგად იქნებ ჭიდაობდნენ. არა, ჩემს შულს ესე უთხარი, ჩხუბობენ თქო. მაგრამ ახლა ჭიდაობას და სექსს მე ვარჩი ყოველ შემთხვევაში და ანუ ფანჯარაზე ყავდა აკრული? კი. და რატო აღშფოთდი? არ არის ეს ასე ამონასანახავი ჩემთვის ნამდვილად. იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ. ბატონო? სექსის ყურება არ გიყვარს? ესე სახალხოდ? ნუ არა. არანაირად. მაშინ რა განსხვავება, ანუ ერთი მომენტია, იცით, ძალიან მარტივად იყო ეს შესამჩნევი. ეს მარტო მე კი არა დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა და რამდენიმე დამინწერა კომენტარი Facebook-ზე, რომ მათ დაინახეს. აქ არის პრობლემა რაში? ჩვენ გვაქვს საუბარი სექსი ცუდია თუ კარგი? ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ესეთი რაღაც ხდება 1 იანვარს, საახალწლო ქალაქი იყო, ბავშვები ყავდა იქ ხალხს მიყვანილი და ამ ყველაფრის თავზე ფაქტიურად, ნუ ძალიან შესამჩნევად, აბსოლუტურად შესამჩნევად, თავარია დაგენახა და მე ეს დავინახე, იმიტომ რომ ჩემს წინ ვინც იდგნენ, ახალგაზრდები იყვნენ ბიჭები, მათ ატეხეს სიცილი. და რა თქმა უნდა, ხა თან ჟურნალისტი ვარ, ხო? ნებისმიერ ვარიანტში ყველა გაიხედავდა რაზე იცინიან, იმიტომ რომ ერთი მიმართულებით იყურებოდნენ და რომ გავიხედეთ რაზე იცინოდნენ. მე რა მოხდა? ეს ქუნქური. მე რა მოხდა? ანუ ვინმეს მიმართე რომ რაღაცა? კი, რა თქმა უნდა, მე წავედი მაშინვე, იმიტომ რომ კი, ბევრი იცინოდა და არ ექცევდნენ ყურადღებას და რაღაც, მაგრამ ეს მე ჩემი შვილი მყავდა გამოყვანილი, რა ამას ვახერხებ 1000-ში ერთხელ, დრო არა მაქვს ამდენი და ასეთ დროს, როცა მე მოვახერხე, ბავშვი გამოვიყვანე, იქ ვასეირნებ, ახალი წელია, გვიხარია, რაღაცა. ნუ ესეთი რაღაცა ჩემთვის არ არის, ამორალურია, სერიოზულად. ნუ აკრძალულია სექსი სასტუმროში? მაგას ვინ ამბობს, რომ აკრძალულია? მაშინ რატო ყველავთ? კარგით, პირადი სივრცეა იმ შემთხვევაში მათი, ხო? არ ვიცი ვინები იყვნენ. ნომერი გადაიხადეს, რასაც უნდა იმას იზავენ. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ეს ძალიან ლოგიკურია, ყველა ასე იქცევა. ამაში პრობლემა არა. მორალურად შეურაცხყოფელია და არა რაღაც კანონის და. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თორე ხა სექსი და ზოგადად ეს პროცესი, მე მგონი არავის არ უკვირს და ყველას ასე თუ ისე რაღაცა გვაქვს, ხო, პირადი ცხოვრება. ჟურნალისტიკა სად ისწავლე? ჟურნალისტიკა არ მისწავლია. მაგრამ ხარ პროფესიით. ანუ როგორ გითხრათ, ან განათლება კი, ჟურნალისტი ვარ, მაგრამ სწავლა ერთი განათლება ერთია, ბევრი ჟურნალისტი ვიცი და არ არიან ჟურნალისტები, ანუ რაღაცა უნდა ჩაავლო, რაღაცა უნდა დაიჭირო, რაღაცა მომენტი, რომ ეს კარგად, სკანდალურად, საინტერესოდ გადმოსცე. შენ როგორ თვლი, შენ როგორი ჟურნალისტი ხარ? ხო.
მე ცოტა არაორდინალური ალბათ. და ფიცხი. და 10 ქულიანი სისტემით რამდენს დაუწერდი შეგთავს? რა კუთხით გააჩნია? პროფესიონალიზმით. პროფესიონალიზმ რაც ეხება, მე ბევრი მიკლია ჯერ კიდე. ამას კიდე წლები დაჭირდება, მაგრამ ამ ეტაპისთვის, აი ამ მდგომარეობისთვის ალბათ 800 მაინც დაუწერდი. შენთვის სამაგალითო ჟურნალისტი ვინ არის? საქართველოში, ხო? სამაგალითო? ესეთი არა, ანუ მე ჩემი ლექტორი მომწონდა მაგალითად და დღემდე მომწონს ძალიან ნინო ჭალაგანიძე. და რომელი ჟურნალისტი არ მოგწონს? არ მომწონს? ეხლა ვიყო არაკოლეგიალური, რა ვიცი აბა. არიან ეგეთები, რომლებიც ძალიან არ მომწონს. აი ერთი მითხარი. რა მოხდა მე კოლეგა რო პირიქით? არა, მაინც არ არის სწორი. ბატონო. იმდროს სტატუსი წავიკითხე შენი რომ ჰომოსექსუალები გავასახლოთო ცალკე ტერიტორიაზეო და დავარქვათ საქათმეო და რატო გაქვს ესეთი აგრესია მათ მიმართ? ჯერ მოდით ესე თქვათ რომ აგრესია მათ მიმართ არ მაქვს. ანუ პერსონალურად, ინდივიდუალურად არავის არასდროს არ ვერჩი, სანამ ისინი არ მერჩიან მე. პერსონალები, ანუ პერსონალური რაღაც მიმართვები და დამოკიდებულებები ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ესეთი. მე ზოგადად თვითონ ჰომოსექსუალიზმი ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. რატო? ძალიან დიდი თემაა ეს რატო, მაგრამ მოდით აი ვეცდები რომ რაღაცა შეძლებს დაგვარად მარტივიანი ჩემებურად რაღაცა გითხრათ შეფოდია ეს როგორ ფიქრობ? კი. დაავადებაც არის? დაავადება არა, ვერ გავა მაგ კატეგორიაში. ცოდვა არის იქიდან გამომდინარე რომ მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ ახლა ძალიან დიდად მორწმუნე. მე მწამს და შესაბამისად ეს ჩემთვის არის ცოდვა. და თუ ჩვენ ვკითხულობთ ეს არის თუ არა ცოდვა, ანუ თქვენ რახან ამას მეკითხებით, ხო? ესე იგი, იცით ჩემი ის მომენტი, რომ მე შეიძლება ამ წამდეს ან არა. მე მწამს, რომ ეს არის ცოდვა. რატოა ცოდვა? ღმერთმა რატო შექმნა ჰომოსექსუალები თუ ეს ცოდვაა? თქვენ კითხვაში უკვე შეცდომა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ჰომოსექსუალები, თუ შექმნა, მაშინ მოდით ესე ვისაუბროთ. ჩემი სარწმუნოება, მე თქვენს არ ვიცი თქვენი, მაგრამ ჩემი სარწმუნოება მეუბნება რომ იყო სოდომი და გომორა. ხო? აქედან გამომდინარე, თუ ღმერთმა შექმნა ჰომოსექსუალიზმი, მარტივი ლოგიკა, მაშინ რატო გადაბუგა ის ორი ქალაქი, რომელიც იყო ცოდვილებით სავსე. ხო? ანუ ღმერთს არ შეუქმნა ჰომოსექსუალიზმი, ეს არის რაღაცა აი როგორ გითხრათ, ცხოვრების წესი, გარემო, სადაც იზრდება ადამიანი, ზეგავლენებია, ბევრი რაღაცა ფაქტორი ახდენს ამაზე გავლენას. ანუ არიბადება, როგორ შეიძლება არის რაღაცა ნაწილი, ვინც დაუშვათ ძალიან ღრმა ბავშვობაში მიხვდა რომ თავისი სქესი მოწონს დაუშვათ. მაგრამ ძირითადად ეს არის გარემო ფაქტორების გამო. ეს ხდება გავლენების და ასე შემდეგ. და შენი ძალიან ახლობელი რომ ამოშთეს გეი შეწყვიტა ურთიერთობას. არა, არის შენი ძალიან ახლობელი გეი. ტრანსგენდერიც კი. არანაირი. და იმხრობი რომ ის იმ საქათმეში მოვათავსოთ? რა ხარ საუბრობ ამაზე, ესე იგი ვემხრობი მაგას კი. რა გინდათ პირიქით კარგი ვთქვი. მშვენივრად იქნებიან, კოხტად იქნებიან გადასარევად. ჯერ კაცი იყო თუ ქალი? ანუ კაცი იყო თავიდან. და პირველი უთანხმოება რაზე მოუვიდათ, როგორ ფიქრობ? პირველი უთანხმოება ესე არ მახსოვს ეხლა ეს დეტალები, მაგრამ ვაშლის თემა რო იყო. როგორ ფიქრობ? ეგრე შეხსომება. ხო, ანუ არა, ხსომებით, ანუ მე ჩემი ანუ ბიბლიიდან და აქედან და აქედან მომბ. პირველი უთანხმოება რაზე შეიძლება მოსულდათ? არ ვიცი, არ მიფიქრია მაგაზე ნამდვილად. თქვენ ისეთი კითხვები მაქვს, რომ ბევრ ამაზე არ მექნება ნაფიქრი დარწმუნებული. ბიბლია თუ გაქვს წაკითხული? არა, თავიდან ბოლომდე ნამდვილად არ მაქვს წაკითხული. რა არის ბიბლიის მთავარი აზრი, როგორ გონია? ბიბლიის მთავარი აზრი არის ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა ის არის მინიშნებები ძალიან ისეთ ცოტა ცუდი ფორმულირებაა, მაგრამ ესე ვიტყვი მაინც ეს არის სწავლება
როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა მართლმადიდებელმა ადამიანმა. მაგალითებია იქ რა მოხდა. ხო, და როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა? იცით როგორ არის? დღეს ახლა 21 საუკუნეა. ყველაფერი თავისთავად რაღაცა ძირითადი მახასიათებლები რა არის ქრისტიანის? პირველ რიგში თავის რწმენაში იყოს მყარად, ანუ წამდეს თუ მართლა წამს. ეცადოს რომ არავის არაფერი არ დაუშაოს, უყვარდეს. ტერიცო ამბობენ და მაგაზე არ ვიცი. ერი მიყვარდეს ცოტა. ანუ არის რაღაცები, იცით რა არის, არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ქართველი მღვდლების უმეტესობა როგორ ფიქრობ ქრისტიანია? უმეტესობა? საერთოდ ეგ ძალიან ისეთი თემა, ძალიან ბევრი თქვენ თუ ჩემი პოსტი ეგ ნახეთ, ხო, და კიდევ სხვა. ნახავთ იმასაც, რომ მე არაერთხელ დამიწერია ესეთი რამე, რომ რაღაცები მე არ მომწონს. აი რა მოგწონს? ძალიან ბანალური თემაა, იგივე ჯიპიანი მამაო და ნარკოტიკები და რაღაცა ესეთები და ერთი მომენტი რა აუცილებლად ეს უნდა დამათქმევინოთ რა, იმიტომ რომ მივხვდავთ იმისა, რომ მე არ მომწონს რაღაცა კონკრეტული სასულიერო პირების ქმედებები, ეს არ ნიშნავს იმას და არც არასდროს არ იქნება ეს იმის საფუძველი, რომ ამის გამო, ვიღაცა ერთეულების გამო ზოგადად სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე და რელიგიაზე ცუდ კონტექსტში ვისაუბრო. არ არსებულია ეს. იმას იმიტომ ვამბობ, თან შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ვამბობ, იმიტომ რომ არ მომწონს. და ეს უნდა შეიცვალოს. აი დღეს განიხილეს რელიგიური შეურაცხყოფა. ემხრობი ამ კანონის მიხედვით. კი. იმიტომ რომ ეს არის ეს ესე რო არ იყოს. იცი სხვა ქვეყანა ეგეთი სადმე. სადაც ესეთი წესია კანონი? სხვა ქვეყანა, იცით რა არის? შეიძლება კანონმდებლობის დონეზე არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლიბერალური გახდა დღეს სამყარო. ამაში ერთის მხრივ არაა პრობლემა, მაგრამ არის რაღაცები, რაც გადადის ზღვარს. იგივე ძალიან მარტივად რო ავიღოთ შარლი ებდოს კარიკატურები. ეს არის აბსოლუტური მარაზმი, ეს არ არის სიტყვის თავისუფლების გამოხატულება. ეს არის შეურაცხყოფა ერების, რელიგიების და ასე შემდეგ. ეს არ არის კარიკატურა და ეს არ არის სიტყვის თავისუფლების გამოხატულება. კარგი. 17 მაისს რა მოხდა თბილისში? 17 მაისს ალბათ ის რაც უნდა მომხდარიყო, ლოგიკური იყო რაც მოხდა. რას გულისხმობ? რას გულისხმობ და როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ანუ აპროტესტებ რატო? რომ შენ რაღაცა პრობლემები გექმნება, ხო? ან ვიღაც საზოგადოების ნაწილს. ეხლა მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას გეებს იმ პერიოდიდან, ანუ პირველი 17 მაისის მომენტიდან, იმ პერიოდისთვის გეებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებდა, ცემდა, ძალადობდა და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ეს არის ხო, ვერ. თუ თქვენ გამახსენებთ, მითხარით და ერთი მომენტი კიდე. იგივენაირი შეურაცხყოფები ხდება ჩვეულებრივ ჰეტერო ადამიანებთან მიმართებაში და იმიტომ რომ ის ჰეტეროა? არა, ანუ ეს ზოგადად ხდება. ძალადობა, იცემა. რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. ანუ 17 მაისს რაც მოხდა, ეს იყო ლოგიკური, როცა მღვდელი უთხრამდა ადამიანს? ლოგიკური იყო ხალხის რეაქცია, ლოგიკური იყო სასულიერო პირების რეაქცია, ეს ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ ამაში კიდე რომ ეგეთი რამე ანუ გამოვიდნენ LGBT თემის წარმომადგენლები იგივე ცემენ მღვდლები ცემაზე სიმართლე გითხრათ ეხა აბსოლუტურად ერთი რაღაცა ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ძალადობის კატეგორიული აი მოწინააღმდეგე ვარ არ არსებობს რომ მე რამე ფორმით ძალადობა გავამართო ძალადობა არ მომხდა რა როგორ არა მოხდა და მე ეს არ მომწონს უბრალოდ ვერ მივედით მაგამდე კი ბატონო აი იმას თუ ეთანხმები რომ ევროპა არის გარყვნილი ევროპა არის გარყვნილი? არა. არ ვეთანხმები, თუმცა ბევრი რაღაცები არ მომწონს ყოველ შემთხვევაში. იგივე გაიპარადები. აი ბრახანამ თემაზე საუბრობთ. და შენთვის რა არის გარყვნილება? ჩემთვის გარყვნილება არის, აი ხომ მეკითხებით პირადად, ის რაც ჩემს მორალს ეწინააღმდეგება. რა არის ეს? ნაწილობრივ უკვე რაღაცებზე ვისაუბრეთ. გარყვნილება არის ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან არასწორი თემების
ტირაჟირება, პროპაგანდა, გარყვნილება არის ბავშვებთან მიმართებაში რაიმე ფიზიკური სახის ძალადობა, რაღაცა კონტაქტი, თუნდაც სექსუალური ხაზი, რა თქმა უნდა, ძალადობრივი მით უმეტეს, გარყვნილება არა, იქ დანაშაულია. მე რიგ შემთხვევაში გარყვნილება ყოველდღიურად არის ხოლმე, რომ დანაშაულია რა პრობლემაა მაგაში. ესეც უნდა იყოს ყველაფერი. გარყვნილობა შეიძლება ყველა ვარიანტში დასჯადი არ იყოს, მაგრამ არის რომ დანაშაულში გადის გეთანხმებით. ყველა სექსუალური ქართველი ჟურნალისტი რომელია? სექსუალური ქართველი ჟურნალისტი. ხალი კაცი არ აქვს მნიშვნელობა, ხო? სექსუალური. რა ვიცი, არა, ჩემთვის ეს ცოტა სხვა რამეა. სექსუალურობა. რა არის შენთვის? ჟურნალისტი ეთერში ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ვერ იქნება სექსუალური. ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, რომ პოლიტიკოსი ქალები ნამდვილად ვერა, მამაკაცებში ერთი არის. არა არის, არა. რატო? თავში ავარდებათ მე. და რო დაურეკავ მე, ისეთი კომენტარს რო დაურეკავ მე, ცოტა უხერხული. რო ეცოდინება რომ სექსუალურად ვთვლი. და ქალი ვინ არის ყველაზე სექსუალური? პოლიტიკოსი? ქართველი არა? ქართველი. სექსუალურად იცით რა ითვლება დღეს, რაც უფრო ბევრ ამას გამოაჩე. აი ღირსება. ხო და შენ ვინ მიგაჩნია? ხო და ეგეთი ბევრია, მაგ გაგებით თუ მივიმსჯელებთ, ძალიან ბევრია. პერსონალი. ერთი მითხარი, აი ვინ მოგწონს? ვინ მომწონს არა, სექსუალური არ არის აუცილებელი მომეწონოს. შეიძლება იყოს სექსუალური. ნუ ვინ არ მოგწონს, მაგრამ სექსუალურია. ესე იგი კარგი, ერთი ორს გეტყვით. აი არ მომწონს თამუნავაშალომიცე. არ მოგწონს თუ მოგწონს? არ მომწონს. ვინ მოგწონს? სექსუალურია უაზროდ, მაგრამ კატეგორიულად არ მომწონს, იმიტომ რომ ხო და ვინ მოგწონს? ესე ვერ ვიტყვი. კაი. ქალს თუ უფლირტავია. მაგრამ თამუნაზე მათქვამია, ხა ისე გამოვა რომ რაღაც გართულება მაქვს, უბრალოდ კითხვა რა ხან იყო ეს? ქალს თუ უფლირტავია შენთან, თუ გიგრძნია. მე? მქონდა ეგეთი შემთხვევა, სხვათა შორის დღეს ვიხსენებდი. რატომღაც მივხვდი რომ მაგ კითხვას დამისვამდი. მე წაყევი? სად წავყევი კაცო? ფლირტაობაში. არა. ეს იყო უნივერსიტეტში. აი პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე კუნილინგუსი? პირველი ვინ უნდა გამახსენდეს? ან რა? საკუთარი თავი ალბათ. პირველი ეგ, სხვასთან არ ვიცი რა ხდება. ისე ცოლ-ქმარ შორის ორალური სექსის მომხრე თუ ხარ? ანუ ისეთი რა ვიცი, ისეთ დამოკიდებულება გაქვთ, რომ ძალიან სადღაც ვარ ჩარჩენილი. არ ვიცი, ანუ რა პრობლემაა მაგაში? ვერ ხვდები არანაირი პრობლემა არა, პირიქით. ყველა ადამიანს აქვს თავისი სურვილები, ფანტაზიები სექსუალური, ხო? ვისაც რა უნდა, როგორც უნდა, ისე უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა. სხვა არ შეაწუხოს ამით უბრალოდ. ნარკოტიკები თუ გასინჯული? კი. რომელი? ნუ მარიხუანა. ეს პრობლემა არ არის არანაირად და მე მგონი უმრავლესობას აქ უკვე გასინჯულა ეს ძალიან ისე ჩვეულებრივი თემა. ძიმე ნარკოტიკებს რაც შეეხება არა, სიმართლე გითხრათ არც მაქვს სურვილი. საკლუბო ნარკოტიკები არა? არა. აი რომელს გასინჯავდი, რომელი გაინდა? კოკაინს. სად და ვისთან ერთად? არ ვიცი, მარტო ვერ გავსინჯავდი. ვიღაცა ესეთი მაყურებელი უნდა მყოლოდა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მარტო ვერ. კი ბატონო. აი კაცმა რა არ უნდა გააკეთოს არასდროს? რა არ უნდა გააკეთოს? კაცზე თუ გვაქვს საუბარი, აი საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოს რა. ანუ რო ვიცი მისი რაღაცა შეხედულებები, მისი პოზიციები, მისი მისწრაფებები, აი ამ ყველაფერს არ უნდა უღალატოს, იმიტომ რომ სისუსტეა ერთგვარი მერე. და ქალმა რა არ უნდა გააკეთოს? ქალს შეუძლია ხანდახან დათმოს თავის პრინციპები. ცოტა წაისუსტოს. ქალმა რა არ უნდა გააკეთოს და თუ გაჩნია ქალს, ანუ ჩვეულებრივ თავისუფალ ურთიერთობაში თუ არის, ყოველ შემთხვევაში ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს, აი მარტივად გეტყვით, რომ საკუთარ თავთან იყოს არასწორი, ანუ ყოველთვის ადამიანი უნდა იყოს საკუთარ თავთან მართალი. კარგი იქნება, ცუდი იქნება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა. პირველი ეს არის.
კი ბატონო. რაც საკმაოდ რთულია სხვათა შორის. ქართული ტრადიციები თუ შეგიძლია რომ მითხრა ერთი ბევრია ეგეთი, რა თქმა უნდა შემიძლია. რომელი? რომელს არ ვეთანხმები ახლა? არა, რომელი იცი? ვიცი, იგივე სუფრის ტრადიცია, დაკრძალვა, ქორწილი, რაღაცა არის. უფრო და დაკრძალვა ყველგან არის. ხო, ანუ ჩვენ ტრადიციები მაგიტო განსხვავებული ტრადიციები გვაქვს. თქვენ სამეგრელოში არ ვიცი თუ ხართ ნამყოფი, იქ როგორი ტრადიციებია. ანუ არის რაღაცა, რაც გადამეტებულად არის, ანუ ცოტა სხვაგან მიდის ეს ტრადიციები და ნამდვილად არ მომწონს ესეთი რაღაცები. კი ბატონო. ყველაფერში ცოტა ზომიერება არის საჭირო ალბათ. ადამიანის წინაპარი ვინ იყო, როგორ ფიქრობ? ადამიანის წინაპარი? მაიმუნ თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას, ადამიანის წინაპარი. არის ყომა? ჩვენ ბატონო, არა. აბა ვინ იყო? ფროიდზე საერთოდ ცოტა ისეთ დამოკიდებულება მაქვს, ხო და. ფროიდი რა შუაში? არა, ანუ მეცნიერება ამ შემთხვევაში. არა, დარვინი მაიმუნთან დაკავშირებით ხო, მაგრამ აქვს ხოლმე აი პოსტი მქონდა და მე მეგონა მაგეთ წახვედით ფროიდთან დაკავშირებით. იქ რამდენიმე ისეთი უაზრო განმარტებები წავიკითხე, ზოგადად მეცნიერების კუთხით, ანუ არის რაღაცები, რაც ძალიან არ ვიცი, თავის გამოჩენის მომენტში ქმნება ესეთი იდეები თუ რაღაცა და საიდან წამოვიდა ადამიანი და ვიცით ჩვენ უფალმა შექმნა სამყარო, ანუ ჩემებურად გეუბნებით რა. და პრინციპში რატო ჩემებურად ამაზე უმრავლესობა ამბობს ამას, რომ ჩვეულებრივად უფალმა შექმნა ყველაფერი სამყარო, მათ შორის ადამიანი. კი ბატონო. ეს საქართველოს რისი წილხვედრია? ტრადიციულად რო ვთქვათ, ღვთისმშობლის. და საიდან მოდის ეს ამბავი? საიდან ვიცით? სიმართლე გითხრათ, ეს ღრმად არ ვიცი ეს საკითხი, უბრალოდ აი ესე ვიცი, როგორც ზოგადად, ანუ როგორც ყველა. მე რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ? ყოველ შემთხვევაში ჩვენი სარწმუნება ამას გვასწავლის და კი რატომ არ ვთანხმები. და რაში გამოიხატება ეს? მაგაზე ალბათ უფრო სასულიერო პირი გაგცემთ პასუხს, მე მაგას ვერ ვიტყვი. კი ბატონო. აი ერთი წვეთი შხამი რო ქონდეს, ვის დაალევინებდი? არა, ვის. აი მაშინ შეუნდა დალიო. ესე ორი არჩევანი? რატო კაცო? ნუ აი ეგრე მოხდა. არა, ვიღაცამ უნდა დალიო საოცრად. მე ვინმე? ვის დაალევინებდი? ძალიან ისეთი პასუხი გამომივა ახლა. არავის რა. გადაუშვებ მე. არავის სიკვდილი არ გინდა. გადავკრავ მე. გადაკრავ? ვითომ? აბა. თუ ესეთი არჩევანია, სხვას ნამდვილად ვერ გავწირავ აჰა. მაგრამ ახლა თვითმკვლელობას მაიძულებ, ხედავთ? ხო. ძალიან ცუდად ვიქცევი. საქართველოში თუ უნდა იყოს, როგორ ფიქრობ, სექსშოპები და ბორდელები? სექსშოპები არის, ადრე იყო ყოველ შემთხვევაში და რატო არა, უნდა იყოს, მაგრამ ისეთი როგორ გითხრათ, თავისი კონკრეტული ტერიტორია, ანუ რაღაცა ისეთი უნდა მქონდეს. არა ხალხმრავალ ადგილებში, ესე ვიტყოდი, თუმცა უნდა იყოს. პირველ ბორდელს რას დაარქმევდი? ბატონო? რას დაარქმევდი პირველ ბორდელს თბილისში? მე არ ვიცი, რას დავარქმევ, კარგს არაფერს. რატო? კარგს რა, ჭყალებში კარგს. კარგი. ეს სამშობლოს რისი გემო აქვს, როგორ ფიქრობ? სამშობლოს აქვს ძალიან მრავალფეროვანი გემო. ალბათ. ანუ ესე თუ ვიტყვით, ესეთი ბალახის გემო, თითქოს აი ახალამოსული ბალახის, ამასთან რაღაცა სისხლის გემო. სისხლის რატო? რა ვიცი, ისტორიას რო გადავხედოთ, ბევრი სისხლი იყო. ეს ასოციაციურად ესე მიჩნდება ყოველ შემთხვევაში, ბალახი და სისხლი. მლიქნელობას რისი გემო აქვს? მლიქნელობას? ალბათ აი გემო არ ვიცი, მაგრამ ეს იქნება რამე ისეთი, რაც გარედან არის ძალიან ლამაზი, ისეთი სუყე და ის გემრიელი რო ჩანს და რო შეჭამდა საშინელება რო არის. ორგიას რისი გემო აქვს? ორგიას
რაღაცა პრეზერვატივების ბევრის. აი მილიარდი რომ მოგცემ და გითხრან რომ საქართველოსთან წადი და აღარ ჩამოხვიდეო წახო. არა. აი ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. მქონია რა თქმა უნდა იმის საშუალებაც, რომ გავსულიყავი ქვეყანა, სადმე მეცხოვრა სხვაგან, არავითარ შემთხვევაში რატომღაც აი ლურსმით დაჭედებულიო, ხო იცით, აი ეგეთი ის მაგ შეგრძნება, რომ აქ უნდა ვიყო, მე მაინდა-მაინც აქ. საქართველოში. არ ვიცი, ეს არის ალბათ რაღაცა პატრიოტიზმი, არ ვიცი. აი აქ მინდა რომ სამშობლოს სიყვარულის გამო? ხო. სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, ეგ თქო. კარგი. შენი საყვარელი სადღეგრძელო თუ შეგიძლია რომ მითხრა. ჩემი საყვარელი სადღეგრძელო რატომღაც აი ყოველთვის ქალის ზოგადად ქალის აი დედა რაღაცა ისეთი აი ეს თემა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვერ ვიტან, როდესაც ორ სიტყვაში ამბობენ ხოლმე, მე არ გავუდი სადღეგრძელოები, მაგრამ ხომ მიწევს ხანდახან მაგის მოსმენა და ვერ ვიტან ორ სიტყვაში რომ ჩაატევენ ხოლმე ყველაფერს. რაღაცა უფრო ბევრია ეს ვიდრე რაღაცა დედას გაუმარჯოს და რაღაცა დედა გვიცოცხლე და რაღაცა. უფრო ეს სადღეგრძელო ჩემთვის უფრო ისეთი. აი ქართლის დედას რა უნდა ეჭიროს, როგორ ფიქრობ? ქართლის დედას რაც უჭირავს, ისიც კარგად უჭირავს შვენივრად. სხვა არაფერი. ფალოსი არა ნამდვილად ზოგიერთებისგან განსხვავებით, როგორც ამბობენ. ამბობს ვინმე ფალოსი? ხო, ვიღაცამ თქვა, აღარ მახსოვს, პოლიტიკოსი იყო. ისი ზოგადად სირცხვილია ფალოსი რო გიჭირავს. ქართლის დედას რო უჭირავს სირცხვილი კი არა, უბედურებაა და ტრაგედიაა. ვის თავში იბადება ესეთი იდეები მე ვერ ხვდები. კარგი. აი ქრისტესთვის რო შეგეძლოს ერთი კითხვის დასმა, რას კითხავდი? ქრისტეს რა, კითხავდი, აი ცოტა ისეთი თემაა ეს. მართალია უფალი უშვებს ხო ყველაფერს, მაგრამ ამდენი უბედურება რატო ხდება? რა გამოცდა ეს განსაცდელია, ბავშვები, იმდენი ბავშვი ეხოცება, რაღაც სასწაულები ხდება, არ ვიცი. აღარ მინდა ხოლმე რა საინფორმაციო ყურება, ისეთ საშინელი რაღაცები ხდება. აი რატო ხდება? ეს რა არის? რატო? კი ბატონო, ეს სატანას რას კითხავდი? პირდაპირ გიპასუხოთ? არის ესეთი გამოთქმა, ანეკდოტია თუ რაღაცა. ინტელიგენტები ამბობენო, აი ესე თავის ინტელექტუალურ ენაზე, შიქ ხომ არა გაქვთ, ამას ამბობენ, არის თქვენში რაღაც. ამას ვკითხავდი, არის თქვენში რაღაც. არის მასში რაღაც. ბევრი თან. და აღრმად. ფროიდს რას კითხავდი? ფროიდს რა დედამგშობა. აი, ფროიდი? არა. რატო? არ ვიცი, არ მიყვრა. ახლა რო გითხრათ რომ მისი ნაშრომები მაქვს გადაკითხული და ესეთი თემა არ არის, მაგრამ რაც გარეგნობით არ მოგწო? გარეგნობით არც მაინტერესებს, აი როგორი, არც ვიცი. აბა რატო არ მოგწო? ფრაზები მისი რაღაცა ვრცელდება ხოლმე, ხო? მე ჟურნალისტო რაღაცას გადავაწყდები იქ, ნახავ რაღაცა. არის რაღაცები, რაც მაღიზიანებს რა. და სხვათა შორის ერთმა ჩემმა Facebook მეგობარმა ქალბატონმა ჩამიგდო ძალიან ისეთი საინტერესო ნაშრომი, ახლა ვაპირებ წაკითხოს. რო ცდებიო მაგ შეფასებაში არ არის ეგეთი სულ ტიპიო. ფროიდს რო ენახე, შენ როგორ ფიქრობ, როგორ შეგაფასებდა? ამიღებდა, წამიყვანდა სადღაც ჩამკეტავდა, დამაკვირდებოდა ალბათ. და რას დასკვნას გამოიტანდა? რა დასკვნას გამოიტანდა თავისებურად რაღაც უაზრობას. კარგი. კაი, აი ამადგან ვინ რომელ გზნობას გაგონებს? სვეტგამსახურდია თავის თავად, აი რატომღაც ესე მებრძოლი ადამიანია. გრძნობა, ბრძოლა, რაღაცა ესეთი სამშობლოს სიყვარულის გრძნობა, შევარდნაძე იუმორის გრძნობა, თუმცა აი საჭმელია რა, წეღარ ვისაუბრეთ. რაღაც მილქვნელური. სააკაშვილი ჩამოყალიბებული გიჟი. აი ძალიან ბილეთიც რო არ აქვს ისეთი.
და ნარკოტიკი, აი кайფის ის ამაკ ასოციაცია ამ ადამიანს სადაც უყურებ ამის სურათს. მიშას რა თქმა უნდა, ხო ანუ შევარდნაძეზე кайფი რავი. მარგველაშვილი რუსული გამოთქმა როა ნირიბიანიმიასა ხო? აი რაღაცა ეგეთი ტიპია. გრძნობა ოჯახი, ነገር სიმყუდროვის ის მოდის ამ კაცისგან, ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებ. ივანიშვილი თავდაჯერებული როჟა. ოღონდ იმდენად თავდაჯერებული რომ რაღაცებში ისეც ხდება რომ და თვითონაც არ ჯერა მე როგორ შევწდიო აი ეგეთი ტიპი. კარგი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა. აუ, კითხვა ხო? არ მომიფიქრებია ნამდვილად. უჭერს თუ არა მხარს? აჰა, რახან აქტუალური თემა უჭერს თუ არა მხარს გეების ქორწინება საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.